მზიამაღლობელი საქმესთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ გაყალბებული ოქმის საფუძველზე. ითხოვოთ სამსახურში რომ ვითხოვეთ. გაყალბებული ოქმის საფუძველზე რატო ყავთ ჟურნალისტი პატიმრობაში? გაყალბებული ოქმის საფუძველზე ჟურნალისტის პატიმრობა რატო არის მისაღები თქვენთვის? ეთიკურია როცა ჟურნალისტი ყავთ პატიმრობაში გაყალბებული ოქმის საფუძველზე? აი ბატონო ვლადიმირო ვიდეო. არ შეიძლება ვლადიმირო. ახლა ვიდეო არ შეიძლება. ვლადიმირო თქვენ და გვაქვს შეკითხვა? ბატონო არ შეიძლება ახლა ბატონო არ შეიძლება. ბატონო ვლადიმირო ეთიკურია როცა ჟურნალისტი ყავთ პატიმრობაში უკანონოდ გაყალბებული ოქმის საფუძველზე? ბატონო ვლადიმირო არ იმსახურებს საზოგადოება? არ შეიძლება ახლა პასუხებს. არხნა რა გოგო არხნა რა ზია ამაღლობელს აკავებენ ზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ ზია ამაღლობელი დააკავეს ამ ზია ამაღლობელი დააკავეს ახლახანს თვალნათლივ ნახეთ, რაზე დგას მზია ამაღლობელის პატიმრობა. ყალბ ოქმზე, რითიც დასაბუთა მოსამართლემ მისი პატიმრობა, რო თურმე ჯერ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა, ეძახდა ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ. ეხლა თქვენი თვალით ნახეთ, მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, სტიკერის რაკურისთვის აკავებენ მას, ერთ სიტყვას არ ამბობს, არათუ ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ბრალდების ვალდებულება წესით წარმოადგინონ ნებისმიერი მტკიცებულება, მაგრამ სწორედ ამიტომ გამოძიებას არც აინტერესებს, საიდან იწყება საპოლიციო უკანონობები. აი აქედან იწყება საპოლიციო უკანონობები. ასევე დგებუაძის კომენტარი გაიგონეთ, თქვა რომ 150 მუხლით უბედურება იმაშია, რომ ჩვენმა პოლიციამ ერთად არ იცის, რომ 150 მუხლით დაკავების უფლება არ აქვთ. და მათ გონიათ, რომ აქვთ ამის უფლება, ალბათ. რახან ამ მუხლზე საუბრობენ. შემდეგ ვიღაცამ არ ვიცი მიუთითათ ასწავლათ რომ ვეღარ დააკავებდნენ 150 მუხლით და სწორედ ამიტომ გაჩნდა მზიას საქმეში აი ეს ყალბი ოქმი 173 მუხლი ვითომ პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას და ვითომ ამიტომ დააკავეს. ვლადიმერ სხვა რამეს ამბობს ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი დაკავების დროს საჯარო მოხელეს უნდა ითხოვოთ ჩვენ ვითხოვეთ არაერთხელ მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი და აგარ შევხვდით ახლა და უნდა უპასუხოთ შეკითხვას